მე ბატონი ზურად მახსოვს ყველა აქცია ბათუმში პირველი ის მახსენდება და შემთხვევით არ ხდება რომ უკვე მეორე მეტროში ერთი ქვეყნიდან გააძევეს, მეორე დააკავეს. ეს შემთხვევით არ ვამბობთ ჩვენ არც იმას რომ ივანიშვილის როგორც ეშმაკს ეშინია ჯვრის, ისე ეშინია ზუსტად დროშის. და როგორ ადამიანებს აკავებენ უწესიერეს, უპატიოსნეს, ქვეყნის მოყვარულ ადამიანებს, პენსიონერებს, ბავშვებს, სოციალურად დაუცველებს, სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს. ეხლა გიორგი ჩახუნაშვილს ჩვენ გიორგი ჩახუნაშვილი ამხობდა რეჟიმს, გიორგი ჩახუნაშვილი ძალადობდა ვინმეზე, შიშველი ხელებით რომ იქ რო იდგა და ქვეყანას იცავდა. ეს სხვა რა განსხვავება 37 წიან წლებთან რა განსხვავებაა? ეს არის რეპრესიებია ჩვეულებრივი დაწყებული და ვერაფერს ვერ შეცვლიან. იცით, ლევან ხაბეიშვილი ამბობდა და მინდა ეს ტყვები გავიმეორე, რასაც ამბობდა ის დაკავებამდე. ეს პროცესი, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, არ არის დამოკიდებული ერთ თავზე, ორ თავზე და სამ თავზე. ეს არის ხალხზე დამოკიდებული პროცესი, რასაც ჩვენ და ვერავინ, ვერც ივანიშვილი და ვერც ვერავინ ვერ შეაჩერებს. მე განსაკუთრებით მინდა მოვიკითხო ის ადამიანები, რომლებიც ჩემი აზრით ქართველობის ვაჟკაცობის რეჟიმთან ბრძოლის და გაუტეხლობის მაგალითი არიან. 4 ოქტომბერს 13 წლის მანძილზე რაც ვერ გაბედა ვერავინ, ის გაბედეს ამ ადამიანებმა. ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი ნაძირაძე, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე და მურთე ზოდელავა. ეს ადამიანები არიან ადამიანები, რომლებიც არიან ჩემთვის საამაყოები და დიდი სიყვარულით მოკითხვა მაგ და ჩვენ ერთად ავაფრიალებთ საქართველოს დროშას ისევ.